მამაკაცის გცხედარი პოვეს ქუთაისში ვარლამიშვილის 4 ნომერში გვამს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი 53 წლის დავით წიქორიშვილი ნაქერავები ბინაში ცხოვრობდა. ბინის მეპატრონე ამბობს, რომ წიქორიშვილი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, გვამი ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაყავთ. შემთხვევის ადგილზე კი მობილიზებული არიან სამართალდამცავები. და სულ პოლიციელებით ხო აქ სავსე და არავინ არაფერი არ მიპასუხა. მეზობელმა მითხრა რომ არის მოკლული ვეღაც. ორი თვეზე მეტია ცოტათი დინა ქონდა ნაქირეები. მე თვალით არ მყავს ეკაცი. ხალიშვილს ყავს ნახული ესე იგი ნაქირეების დროს. რაღაცა ფირმაში მუშაობდა ხა? იქირავა 3-4 თვის ის ჩვენი ფირმა მოძრავიაო და შეიძლება მე აქ მე აღარ ვიქნებო. არეგას მეზობლებმა რაღაცა ხდებაო აქ ხო და მოვედი ამის სანახავად და აქ თქვენ აქ კითხე ორგანოს მუშაკებს რა ხდება თქო მეტი არაფერი არ ვიცი. დაწყებულია გამოძიება დავით წიქორიშვილი იპოვის გარდაცვლილი თავის საცხოვრებელ სახლში. ტარდება შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გვამი გამოკვლეული იქნება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ამის შემდეგ შეგვიძლია უფრო დაწვრილებით პრესამსახურის საშუალებით მოგახსენოთ